როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც მისთვის ძვირფასი ადამიანი გარდაიცვლება? როგორ უნდა გავაცილოთ ჩვენთვის ძვირფასი სული 40 დღის განმავლობაში იმიერში ისე რომ არ დაზიანდეს? რადგან მას აქვს გასავლელი გზა, ამიტომ მას სჭირდება შენი კონკრეტული მდგომარეობა მხარდაჭერა. გარდაცვლისთანავე სული 40 დღე ჩერდება დედამიწაზე და ესე ვთქვათ ემშვიდობება მიწისეულ მდგომარეობებს, ადამიანებს, სიტუაციებს და სხვადასხვა საკითხებს. ამიტომ ის რომ ღვთისმსახურში გადავიდეს, ამ 40 დღის განმავლობაში მას სჭირდება სიმშვიდე, ბალანსი, ღვთიური მდგომარეობა, განსაკუთრებით შენგან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა დაიტირო ადამიანი, მაგრამ სული გარანტირებულად უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ შენ მის გარეშე გადარჩები, ბედნიერი იქნები, არ უნდა ანერვიულო სულს შენი მდგომარეობის გამო. ამის გამო შეიძლება არ წავიდეს ღვთისმსახურში, ვერ დამშვიდდეს და გაიჭედოს დედამიწაზე. და როცა სული იჭედება დედამიწაზე, დეგრადირებას იწყებს. შესაძლოა ადამიანი ცხოვრობდა კეთილსინდისიერად, სუფთად, ღვთიურად და გარდაიცვალა. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გარდაიცვალა, უბედური შემთხვევით, იმით, ამით. შენ როგორც ოჯახის წევრი ან როგორც ახლობელი, თუ გვემაში ხარ, გამუდმებით, იმის ნაცვლად რომ ილოცო და იმის ნაცვლად რომ კარგი მომენტები გაიხსენო და ეს ენერგია გაუგზავნო მას, ამის ნაცვლად დესტრუქციულ ენერგიას უგზავნი. ტკივილს, განცდებს, ყველა დესტრუქციას. და შენგან მას სჭირდება ლოცვები, საუკეთესო მომენტების გახსენება, რომ მოემზადოს სულის სამყაროში გადასვლისთვის. და დღევანდელ რეალობაში როგორ ხდება? ადამიანები სრულ გვემაში შედიან, ტკივილში, ტირილში და ეხა როგორი საყურებელია სულისთვის, როცა უყვარხარ, როცა ესეთ მდგომარეობაში გხედავს. ის მოსვენებას ვერ პოულობს და ზოგიერთი სული ამის გამო დედამიწაზე იჭედება. ვეღარ მიდის ღვთისმსახურში. რაც არ უნდა კეთილშობილურად ეცხოვრა, ვერ მიდის იქ, ვერ დამშვიდდა. გიყურებს იტანჯები, გიყურებს იძახი, შენს გარეშე სიცოცხლე აღარ მინდა. იქ ტირილი, გვემა, გამუდმებით და ყველა ეს პროცესი სულზე მოქმედებს დესტრუქციულად. შენ უბრალოდ ამას კი არ განიცდი, ამ დესტრუქციულ ტირილის, გვემის, ამ ბნელ ენერგიას უგზავნი მას. აბა რა გონია ხსოვნის დროს რომ ამბობ უფალო აცხონე მისი სულიო. უგზავნი ენერგიას და რა ენერგიას უგზავნი? გარდაცვლილს. დიდი მნიშვნელობა აქვს. გაიგე? გარდაცვლილს, როდესაც მოიხსენიებ, გაიხსენე საუკეთესო მომენტები, ამისთვის იცხოვრა მან შენთან. და უფალს თხოვე, როგორ უნდა თხოვო, მოგვიანებით გეტყვი. და ნახე, ახალი გარდაცვლილი, როდესაც არის ადამიანი, მას ჭირდება ღვთიური ენერგიები. დამშვიდება ჭირდება, სიმშვიდე ჭირდება, ბალანსი ჭირდება, რომ შესაბამის სულიერ მდგომარეობამდე მივიდეს ღვთიურში, რომ უფლისსახურში შევიდეს. და ვერ შედის უფლისსახურში, რადგან შესაძლოა მშობელი იყო, შვილი იყო, მეგობარი იყო, თუ ვინც არ უნდა იყო, ისეთ ტანჯვაში ხარ და ისეთ გაუსაძლის ტკივილში ხარ და ისეთ უბედურებაში ხარ, ვერ გტოვებს. მიეწება დედამიწას შენს გამო. მერე შენ გავიწყდება, გაიხსენებ ხოლმე წელიწადში ერთხელ და ის მიწებებულია დედამიწაზე, კონკრეტულ ადგილზე და ვეღარ მიდის იქედან და მერე ჭკუიდან იშლება და ვამპირის მდგომარეობაში გადადის. და ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელი არის 40 დღის განმავლობაში ლოცვები მაქსიმალურად მშვიდზე, იტირე, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ტირილი ეგოიზმია საბოლოოდ რომ გააგრძელო. გესმის? შენ არ ფიქრობ იმ სულზე, ის გიყურებს და გიყურებს ამ ტანჯვაში და უყვარხარ მას შენ, გაიგე? და არ უნდა რომ ესე გიყუროს, იმიტომ რომ ის იქ დაიბადა. მაგაზეც მოგიყვები. ამიტომ გარდაცვლისთანავე სული 40 დღის განმავლობაში ემშვიდობება მიწიერ მეგობრებს, ადამიანებს, ცხოვრებას. ამიტომ მაქსიმალურად ეს 40 დღე გაიხსენეთ საუკეთესო მომენტები, დამუხტეთ მაღალი ენერგიით სული, დალოცეთ, ლოცვები იკითხეთ სულის მიმართ და ამით ეხმარებით სულს. ადამიანი როგორც კი გარდაიცვლება, სული იბადება. მისთვის არის ეს დღესასწაული, მაგრამ დღესასწაულს უშხამებს მისი ძვირფასი ადამიანები დედამიწაზე. ან საერთოდ კი არ უშხამებს, უბრალოდ ჭედავს დედამიწაზე. როგორია ახლა ოჯახის წევრი ან ადამიანი, რომელიც გიყვარს და ხედავ რომ უბედურია, მასე დროს თუ ძალიან დიდ სტრესში შევიდა სული, ვერ იგებს რა ხდება მის თავს, ვერ იგებს გარდაცვლილია თუ არა, სიზმარივით არის. აი სიზმარში რომ გესიზმრებოდეს, ოჯახის წევრი ცუდად არის, ან ძვირფასი ადამიანი ცუდად არის და მის გადარჩენას რომ ცდილობდე და ამ ყველა პროცესში რომ იყო უსასრულოდ. ესეთ მდგომარეობაშია სული, როდესაც სტრესებშია და იჭედება დედამიწაზე, რადგან თავიდან როცა გარდაიცვლება, სული გარკვეულ ძილბურანშია, მოდი ესე ვთქვათ. ვერ არკვევს ბოლომდე რა ხდება, სიზმარივით არის და რამდენიმე დღეში ხდება გაცნობიერება, ზოგისთვის ერთ კვირაში, 40 დღეში ყველა ვარიანტში ხდება გაცნობიერება. მაგრამ თუ ვერ მოხდა გაცნობიერება, ბნელში გადადის და გაცნობიერება
განვითარება როდის ვერ ხდება, იცი? როცა ნეგატიურ ენერგიებში არის, ბნელი არ აძლევს საშუალებას, რომ სულმა გააცნობიეროს, რომ გარდაიცვალა ის, ეხლა უნდა განაგრძოს სვლა უფლის სახლში და ასე შემდეგ. მაგრამ თუ თქვენ დესტრუქციას უგზავნით, სტრესებს, ტკივილებს, გვემას და ამ ყველაფერს თუ უგზავნით და ის თუ გიყურებთ და აუცილებლად გიყურებს 40 დღის განმავლობაში და თუ განიცდის და შენთან ერთად სტრესშია, ვეღარ იღვიძებს სულის სამყაროში. ანუ ვერ აკეთებს გაღვიძებას ნეგატივშია. ღმერთის მშვიდი ენერგია ეხმარება, ყველაფერი აწონოს, გააცნობიეროს რა ხდება და მერე აცნობიერებს, რომ უი გარდავიცვალე, ეხლა უნდა გადავიდე უფლის სახლში და ასე შემდეგ. მაგრამ თუ აფექტში ჩავაგდეთ ჩვენი სტრესებით, გვემებით ამ ყველაფრით, ვერ ახერხებს ამ ყველა აზრის შეკინძვას, რადგან სულის აზრი იკინძება ღვთიურ მშვიდ მდგომარეობაში და ჩვენ მშვიდის ნაცვლად უგზავნით დესტრუქციას. ტირილი გვემა, უშენოდ არ შემიძლია, უშენოდ გარდავიცვლები, ადამიანი იძახის, დამთავრდა ჩემი ცხოვრება და ყველა ეს დესტრუქციული ენერგია გაიგზავნა სულს და სული ვერ უძლებს ამას. ეს იგივეა ეხლა ვიღაცამ 50 მეგაფონი რომ ჩაგირთოს და სხვადასხვა ადამიანების გვემები რომ გესმოდეს ყურში დიდ ხმაზე და რომ ისტრესებოდე და ასე შემდეგ. ანუ თითეული ის ადამიანი რომლებიც ტკივილს უგზავნიან, ხო, ტკივილს უგზავნიან, მიდის ის ტკივილი შერაცაც განიცდი იმ ადამიანთან მიმართებაში, მის სულთან მიდის, მის სამართზე მიდის. ამის თუ არ გჯერა, ნუღა ამბობ ხსოვნას მაშინ. გესმის რაც გიხსნი? ნუღარ ამბობ ხსოვნას თუ ამის არ გჯერავს, რომ გარდაცვლის პერიოდში შენი გვემის ტკივილი მიდის მასთან და შენი მარტო კი არა, ყველა ნათესავების და ურტყამს მას და შეიძლება სული აიჭრას მაგ მომენტში და მერე ჩარჩა დედამიწაზე. მასეთი სული როცა ჩარჩენილია, ხშირად ესიზრება ადამიანებს, ატერორებს ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მაგრამ მაგაც უნდა განარჩიოთ. ბნელებმა იციან სულის ფორმის მორგება, თქვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების და მაგაც უნდა განარჩიოთ. იმიტომ ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ის იბადება და თქვენ ეხლა ტაშბანდური კი არ უნდა იცეკოთ და მუსიკა კი არ უნდა ჩართოთ, ამას კი არ გეუბნებით. უბრალოდ იტირეთ, იყავით ყველა ამ პროცესში, მაგრამ ძირითადად თავი შეიკავეთ საკუთარი ემოციებისგან, ეგოსგან, ეგოსგან, დიახ, ეგო არის ეგ. და იფიქრეთ სულზე, რა გზა აქვს გასავლელი და რა ენერგია უნდა გაუგზავნოთ იმისთვის, რომ უფლის სახლში მოხვდეს. ეხლა ხვდები რომელი ენერგია უნდა გაუგზავნო? ღვთიური ენერგია, სიყვარულის ენერგია უნდა გაუგზავნო, რომ უფლის სახლში მოხვდეს და თუ ბნელ ენერგიას უგზავნი, ტკივილს, გვემას და ყველა ამ დესტრუქციას, ძიმდება სული და ვერ ადის ზემოთ, გირები რომ დაკიდო, იგივეს უკეთებთ. ამიტომ გააცილეთ მშვიდით, ლოცვებით, ბალანსით და ტირილი ბალანსში მაქსიმალურად თავი შეიკავეთ. და სიტყვები კიდე რასაც იტყვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უშენოდ სიცოცხლეს ვამთავრე, შენ ეს რა გამიკეთე, რატო დამტოვე და სულს ეს მართალი გონია რაღაც მომენტში სიზმარხილვას ავითარი და ვერ გამოდის მაქედან. უი რატო დავტოვე, დაგტრიალებს, მერე ირგვლივ. ვერ გაიგო რა მოხდა, აფექტის მდგომარეობა იმართება სულს. ამდენი ემოციებისგან შენ გაუგზავნე დესტრუქცია, მეზობელმა გაუგზავნა, ნაცნობად მაკაცმა, მშობელმა, შვილმა, იმან, ამა და დაარტყა ერთდროულად ამ გვემამ 40 წლის განმავლობაში. აიჭრა მაგ მომენტში, ანუ ვეღარ ხვდება რა ხდება, ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ამ ნეგატიური ენერგიის. და მშვიდი დაკარგა და მშვიდს თუ კარგავ, შენ ღვთის პორტალში არავინ არ გაგატარებს. შენ შეიძლება წმინდანი იყო და სტრესულ მდგომარეობაში იყო და ღვთის პორტალში ვერ შეხვალ. სანამ არ დამშვიდდები, სანამ ღვთიურ ბალანს მდგომარეობას არ მიაღწევ, იმიტომ რომ ნახე მარტო იმით კი არ ფასდება შენ როგორ იცხოვრე, არამედ იმ მომენტში როგორ ხარ. ადამიანი ფასდება მომენტით, სულიც მომენტით ფასდება. მერე იქ უკვე მასწავლებლებს გამოუყოფენ, სხვადასხვა პროცესებს გამოუყოფენ და დაამშვიდებენ, მაგრამ ძალიან გააწვალებ. დიდ დროს დააკარგვინებ, დაამძიმებ, ამ ყველაფერს უშვები და ამიტომ ბალანსირებულად ტირილი გვემა აჩვენე სულს რომ სულო, მე შენ ძალიან მიყვარხარ, ფიქრებით გაიფიქრე, ხსოვნა იყო შენი ლოცვები წაიკითხე, გაიხსენე საუკეთესო მომენტები, მადლობა ყველაფრისთვის და 40 დღის განმავლობაში სიყვარულით უნდა გააცილო. თუ არა და ვერ გააცილებ, სიყვარულით და ამძიმებ და უარეში აყენებ. სული უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შენ როგორც მისი ძვირფასი ადამიანი, კარგად იქნები და შენ ეს უნდა აჩვენო მაქსიმალურად. სიყვარული ბალანსი ის, რომ იქეთ კი არ გამშვიდო სულმა, შენ უნდა ამშვიდო სული. ბევრი სული 1000 სისულელეზე იჭედება. მაგალითად, ზოგი რაღაც პროექტს ანხორციელებდა მთელი ცხოვრება და ვერ დაასრულა და ამას განიცდის, რატომ ვერ დავასრულე და გაიჭედა დედამიწაზე. ვერ გადავიდა, იმიტომ რომ თავისი ცხოვრების მიზანი ეგონა ის კონკრეტული მიზან გეგმა, რასაც მიწიერ სამყაროში ანხორციელებდა. იუმორით ვიტყვი, ზოგი შეიძლება იმის გამო გაიჭედოს, რომ დასაბარი ქონდა. ეს იუმორით, მაგრამ ალბათ აზრს მიხვდით, ხო? ანუ ამიტომ არის რომ გიმეორებენ ეზოთერიკოსები, რომ ნუ მიეჯაჭვები მატერიას და ნუ იქ
იქნები მატერიაზე მიჯაჭვული, იმიტომ რომ მატერიაზე თუ მიეჯაჭვები 100 წლის მერე გარდაცვლის შემდეგ შეიძლება 1000 სისულელეს ჩაეჭიდოს სული. რატომ დამიწვი ტანსაცმელი, შეიძლება ამაზე გაიჭედოს სული, იმდენად მეჭინჭე იყო. ჭინჭები უყვარდა იმდენად. ამიტომაც არ უნდა მიეკრა მატერიალურს, მატერიალური კარგია, ბალანსირებულად იყავი მატერიასთან, უბრალოდ გახსოვდეს რომ სულის მდგომარეობაა მთავარი და არ მიეწეპო არანაირ ქონებას და არაფერს სიცოცხლიდანვე. უბრალოდ იცოდე რომ ეს არის დროებითი. არ გეკუთვნის შენ არც ეს მიწა, არც ის სახლი, არც ის ქონება, არაფერი. დროებითია და უმნიშვნელო. ნამდვილი არ არის. ნამდვილია, მაგრამ შენი ნამდვილი ზემოთ არის სახლში. თუ გაიჭედა სული, რატომ იწყებს დეგრადირებას? იმიტომ რომ გავიგეთ რომ უფლის ენერგიას არ შეუერთდა და ენერგია არ აქვს და ამიტომ ვამპირიზმში გადადის. ატერორებს ვიღაცეებს. შეიძლება ერთ კონკრეტულ ადგილს მიეწებოს და იმ ადგილზე მერე პოლტერგეისტს, რასაც ეძახიან. ხმაურებია, რაღაცები იყრება, გადმოიყარა, გადაიყარა და ასე შემდეგ. და ეს როგორ მოხდა, იცი? ოჯახის წევრმა იტირა იგვემა და უთხრა რომ უშენოდ არ შემიძლია, არ დამტოვო და ასე შემდეგ. სული იმდენად დაისტრესა, რომ უთხრა არ დაგტოვებ, ძვირფასო მე აქ დავრჩებიო და დარჩა. სული კი დარჩა, მაგრამ უკვე სული ვერ აგებინებს ვეღარაფერს, აღარ აქცევენ ყურადღებას. დაკრძალვის და 40 დღის განმავლობაში თუ ყურადღებას აქცევდნენ და ხშირად მოიხსენიებდნენ, ეხლა ადამიანი ცხოვრებას აგრძელებს და მერე მოიხსენიებენ წელიწადში ერთხელ, ან ხსოვნის დროს და სული იქ არის გაჭედილი იმ ადგილზე, ადამიანზე კი რა ადგილზე, იმ სახლში. და ის პერიოდი აქტუალური იყო, ელაპარაკებოდნენ სულს და ყურადღების ცენტრში იყო და მერე უკვე აღარავინ აღარ იხსენებს, აღარავინ აღარ ელაპარაკება და ფსიქიურად იშლება. მერე ოჯახის წევრი შეიძლება გადავიდეს იმ ბინიდან საერთოდ და მაგაზე უკვე საერთოდ ფსიხდება სული. და მაგიტომ არის მერე პოლტერგეისტის სახლები. სამუდამოდ დარჩა იქ, გაიჭედა. ოჯახის წევრები გადავიდნენ, ან გავიდა წლები და გარდაიცვალნენ. ისინი ავიდნენ ღვთის სახლში და ეს დარჩა ქვემოთ და იქ უნდა შეხვედროდა ამათ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილი გააცილოთ მშვიდით მაქსიმალურად. რა მშვიდსაც დაიტევთ, მაქსიმალურად დაიტიეთ მაგ პერიოდში მშვიდი და ლოცვები. მშვიდი და ლოცვები და საუკეთესო მომენტების გახსენება. შენი იდეა უნდა იყოს რომ გარდაცვლილი წავიდეს მშვიდით, სიყვარულით და ამ ყველაფრით რომ გააცილო, რომ წავიდეს თავისი გზა რომ გააგზელოს. მასზე უნდა იზრუნო და არა საკუთარ ემოციებზე და ეგოზე. ამიტომ გააცილეთ მშვიდით, სიყვარულით, ბალანსით. ეხლა ძალიან ფუნდამენტს გეტყვით. ლოცვის ინსტრუქცია, ნაშრომი რაც არის, გაეცანით და მიხვდებით რომ შენ თუ გვემით ილოცები, შენ სატანაზე ილოცები, გვემით როცა ილოცები, ტირილით ამ ყველაფრით და შენ თუ მშვიდით, ბალანსით ილოცები, შენ ილოცები ღმერთთან პირდაპირ, რადგან შენი შინაგანი მდგომარეობა არის ღმერთის მდგომარეობაში. შენ როდესაც ტირილით, გვემით და ამ ყველაფრით ილოცები გარდაცვლილი სულზე 40 დღის განმავლობაში განსაკუთრებით. შენ ამ ყველაფრით არ ილოცები ღმერთის ხმით. ფაქტობრივად ეუბნები ბნელის ხმით, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს ეხლა. ბნელის ხმით ეუბნები დამძიმდი, ამ ენერგიას უგზავნი, მძიმე ენერგიას უგზავნი და გადადე შენი პირადი ემოციები და ეგო და სულზე იფიქრე, იმაზე იფიქრე, რა მდგომარეობის ენერგიას უგზავნი, რა ტკივილებს უგზავნი და რა ფიქრებს უგზავნი და ასე შემდეგ. ამიტომ გაუგზავნე სიყვარული, კარგი მომენტები გაიხსენე და ეს შეამსუბუქებს ღვთიური ენერგიით დატუმბავს და აიტყორცნის ზემოთ პირდაპირ უფლის სახლში. 40 დღის განმავლობაში და ისედაც ტირილით და გვემით ნუ ილოცებ. ამ ენერგიას უგზავნი შენ ლოცვასთან ერთად. სიტყვასა და ენერგიას უგზავნი ერთად და ენერგია მძიმეა და ამძიმებ და ვერ ადის ზემოთ და იჭედება შენს გამო, შენი პირადი ემოციური ეგოს გამო. ცოტა ხანი გადადე შენი ეგო და მასზე იფიქრე. ილოცე მშვიდით, ბალანსით, მის ანგელოზებს თხოვე დაიფარონ, უფალს თხოვე დაიფაროს, გადაიყვანოს უფლის სახლში და შუქები გაუგზავნოს, გამსუბუქდეს და ყველაფერი ეს პროცესები აკეთე. როცა ილოცები, საუკეთესო მომენტები იხსენე და ისე ლოცე და ისე მოიხსენია ლოცვებში 40 დღის განმავლობაში და ისედაც. ეხლა კითხვას დასვამთ, რა ხდება, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, სად მიდის სული და რას უერთდება და ასე შემდეგ. ნახეთ, სული იგივე ადამიანი როცა იბადება, სული იშლება ფენებად. სული არის გიგანტური მოცულობის არსი. ადამიანი რომ წარმოიდგინო და 50 სართულიანი შენობა რომ წარმოიდგინოთ. მაგხელა ზომის არის შენი სული უფრო დიდი, მაგრამ იმის გამო რომ უნდა დაიბადოს, ფენებად იშლება, ნაწევრდება. ამიტომ არ გახსოვს შენი წარსული ცხოვრებები და ყველაფერი. ის ინფორმაცია შენახულია, დანაწევრებული ხარ, დეფრაგმენტირებული ხარ. როცა იბადები არის სულისთვის მტკივნეული. ამიტომ ბავშვი რომ ახერს თვალებს ტირის. იმიტომ კი არ ტირის, რომ პირველი რეაქცია არის ტკივილი. ანუ სული რომ იბადება, ტკივილს განიცდის, იმიტომ რომ ფენებად იშლება. ანუ სულის სამყარო
სამყაროში, მის ნამდვილ სამყაროში გარდაცვლა ხდება და იბადება დედამიწაზე. და როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, სული იბადება და ამ დაშლილი ნაწილების გაერთიანება ხდება და თუ სტრესში ამყოფებს სულს და თუ გვემაში და ამ ყველა დესტრუქციას უგზავნი და თავადაც თუ აყვა ამ დესტრუქციას, სული ვერ ახერხებს ამ დაშლილი ნაწილების პაზლების გაერთიანებას ერთმანეთში. და ძირითადი სულის ნაწილი რაც არის, აღარ უერთდება ის ნაწილი, ის პერიოდი, რაც დედამიწაზე იცხოვრა, გამოცდილებები აიღო და ასე შემდეგ. და როდესაც სული გადადის იმიერ სამყაროში 40 დღის შემდეგ, ის უერთდება თავის ძირითადი სულის ნაწილს და ამატებს ამ მიწიერი ცხოვრების გამოცდილების ნაწილებს. ეს ამბავი გავიგეთ, უერთდება თავისი სულის ძირითად ნაწილს და ასე შემდეგ. თუ გაიჭედა, აღარ უერთდება ეს მიწისეული გამოცდილება და ის სული აგრძელებს თავის გზას და ეს გაჭედილი სულის ნაწილი რჩება აქ. თუ მერე უკვე ვიღაცამ არ ილოცა მისთვის არ დაეხმარა და შეიძლება გაჭედილ სულს რომ დაეხმარო. ყველა სული მაშინვე ვერ გადადის ღვთის სახლში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჯოჯოხეთში ხვდება, არა, მეგობრებო. მაგალითად, სული თუ დასტრესილი იყო, არის ადგილები, სადაც უბრალოდ მშვიდ ლაჟვარ ტბაში არიან ჩაწოლილები და მკურნალობას გადიან, უბრალოდ მშვიდში არიან. არის ადგილები, სადაც გამოქვაბულებში განკურნებები მიდის. სული გადის განკურნებებს, რეაბილიტაციას, სწავლებებს, ლექციებს და სხვადასხვა პროცესებს. ან ახალი დაბადებისთვის, ან უფლის სახლში რომ გადავიდეს. თუ სული ძალიან დაცემულია, აი ძალიან რომ უკვე არაფერი არ იშველება, ის პირდაპირ ხვდება ქვემოთ და იქაც თავად წყვეტს, ამოძრეს თუ არა აქედან, მაგრამ ვერ ამოდის იქედან, იმიტომ რომ მიწიერშიც ამ ფეკალიაში იყო და არ გამოვიდა გაცნობიერებით. და იქ უფრო იმძიმებს და ამძიმებს ის გარემო, ქვემოთ გარემო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ბოროტებას არ ჩადიან, სიკეთეში არიან და სხვა დანარჩენში, მაგრამ გარკვეულ ცოდვებშიც არიან, ის პირდაპირ უფლის სახლში ვერ ხვდება. ის გადის სწავლებებს, გადამზადებას, პროცესებს და ნახე, შენ რომ რეგულარულად ტირი ხარ გარდაცვლილზე წლების მერეც და იგვემები, მას ეს შეტყობინებები მიდის. აი როგორც ეხა ტელეფონზე გიგზავნიდეს ძვირფასი ადამიანი, ცუდად ვარ, უშენოდ არ მინდა სიცოცხლე და ნეგატიური ემოციების კოქტეილი. ამ შეტყობინებებს იღებს და უჭირს ლექციებზე განვითარება, უჭირს გადალახოს სტრესი, უჭირს გადალახოს გვემა, უჭირს ნახე ასწავლეს რომ შვიდში უნდა იყო, ამ მდგომარეობაში უნდა იყო, ეს სტრესულად არ უნდა მიიღო და შენგან SMS-ები მოდის გამუდმებით რა უბედური ხარ. ანუ შენ რომ მას ტკივილით მოიხსენიებ წლების მერეც, ვერ ახერხებს ამის გადალახვას, შენ ამით ამძიმებ. შეტყობინებებს უბრალოდ კი არ უგზავნი, სიმძიმეებს გირებს ადებ. ამ ენერგიას უგზავნი, მიდის ეს ენერგია მას, გესმის? შენ გამო უჭირს ეწელება დროში ასევე განსწავლა, გადამზადება და ყველა ეს პროცესი. მოკლედ რომ გითხრა, წლების განმავლობაში სული აი ამ სულის ზრდის, სწავლის, გაჯანსაღების, ყველა ამ ღვთიური მდგომარეობის მიღწევის პროცესშია და შენ ხელი არ უნდა შეუშალო მერეც კი. ამიტომაც გითხარით, ბევრი არ უნდა ელაპარაკო, ის არ უნდა ქნა, ეს არ უნდა ქნა. არიან ადამიანები, მშობლები განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მძიმეა და რთული არის შვილი, მაგრამ არიან მშობლები, რომლებიც გამუდმებით ტკივილში არიან და იმაზეც კი ვერ ფიქრობენ, რომ მისი შვილი რომ უყურებს, აი პრიმიტიულ საკითხს ვამბობ, ხო? მისი შვილი რომ უყურებს მის ტანჯვას, რას გრძნობს, მისი შვილის სული და პოულობს თუ არა ასეთი სული მოსვენებას. მაგრამ ასეთ დროს იმდენად ტკივილში ადამიანი მაგას ვერ ფიქრობს, ეგოა ჩართული. საკუთარ ტკივილზე ფიქრობს და იმაზე კი არ ფიქრობს ის ზემოდან რომ უყურებს, იმას როგორ ტკივა ეს. ამიტომ სანამ გვემას დაიწყებთ და სანამ ამ ყველაფერს დაიწყებთ, დაფიქრდით ის გიყურებთ და ის რას განიცდის, თქვენ რომ ამ მდგომარეობაში გხედავთ. აი ამაზე დაფიქრდით და ყველაფერში გაერკვევით. გესმის? ვერ გადის იქ სწავლებებსაც. ასწავლიან სტრესი მოიშორეო და შენ სტრესებს უმატებ რეგულარულად და ამძიმებ, აჩერებ, აყურებინებ შენს გვემას, შენს ტკივილს და მას უნდა რომ ბედნიერი იყო. რადგან სული ისე არ აღიქვამს თავის თავს როგორც შენ. შენ ფიქრობ რომ ის გარდაიცვალა და აუ დამთავრდა, ის დაიბადა. კი არ გარდაიცვალა. შენ ხარ გარდაცვლილი დედამიწაზე. ის დაიბადა. ნამდვილ საკუთარ მდგომარეობაში დაიბადა და შენ დეფრაგმენტირებული ხარ. მთლიანი არ ხარ შენ სულთან და ის ბედნიერია, მაგრამ შენ ამძიმებ და აჩვენებ შენს უბედურებას, ტკივილს და არ ფიქრობ წამითაც კი ის რას ფიქრობს შენზე. იმასე კი არ ფიქრობ იქედან რომ გიყურებს, რას აგრძნობინებ მას შენი ამ ემოციებით. იმაზე ვერ ფიქრობ და არც არავინ არ აგიხსნა ეს და არავინ არაფერს არ გიხსნის თუ დააკვირდები. ამიტომ ზემოთ შენი ძვირფასი ადამიანი თუ ხედავს რომ ცოცხლად ლპები, რატომ გაქვს იმის ამბიცია და ფიქრი რომ ის ბედნიერია ამით და
რით იქნებოდა ის ბედნიერი შენ რომ გიყურებდეს. ბედნიერი უნდა იყო და ამით იქნება ის ბედნიერი. ბედნიერი ემოციით უნდა გაიხსენო და ამ ენერგიას უგზავნი მას. ამ სუბუქებ ეხმარები. ეს უნდა ქნა რაც გასწავლე და იმას უყვარხარ შენ. გაიგე? და გიყურებს როგორ ლპები ცოცხლად და შენს გამო უბედურია და შენც უბედური ხარ და შეცვალე ეს. და ასევე ნუ ფიქრობთ რომ ადამიანი რომ გარდაიცვლება სულს არავინ არ ხვდება. ჩვენ იმიერ სამყაროში გვყავს სულიერი ოჯახი. ანუ სულის ოჯახები გვყავს. ჩემი სულის ოჯახები მე რაც ვნახე ბოლოს რაც ვნახე რამდენიმე შავი მაგი რომელიც თავს მესხო და გაკოჭეს. ძალიან კარატისტი და მებრძოლი სულების ოჯახი მყავს ზემოთ. თქვენ ყველას ოჯახები გყავთ. ჩემი ოჯახის წევრები ასევე დედამიწაზეც არიან. ესეთი ადამიანები ზოგჯერ მწერენ, შეიძლება თვითონაც არ იცოდეს რომ ჩემი ოჯახის წევრია სულიერ სამყაროში. ის მარტო იქ არ არის, ასევე მისი ოჯახის სულის წევრები ხვდებიან. რატო არის რომ სანამ გარდაიცვლება ნათესავი მოვიდა ვნახე, ოჯახის წევრი მოვიდა ვნახე, ან უპატრონო კი არ არის სული დატოვებული. ჯერ მარტო საგვარეულო აკითხავს. მერე სულის მეგობრები აკითხავენ და მთელი რიგ პროცესებშია ის გარდაიცვალა და შენგან უნდა დედამიწიდან წასვლა უნდა სიყვარულით და ღვთიური მდგომარეობით. რომ მერე დახვდნენ სულის მეგობრები, სულის ოჯახის წევრები, საგვარეულო და ეს ყველაფერი წინაპრები და უნდა შეუერთდეს, უნდა აღნიშნოს სულის სამყაროში მისი დაბადება და შენ აქ ცოცხლად ლპები, გვემაში ხარ და ტირილში ხარ და ამის გამო რამე მხიარულება მოდი აქ დავრჩებიო, სული იძახის და თან ვერც აგებინებენ, ნახევრად ძილღვიძლში არის სული მაგ დროს. ამ ძილღვიძლში შენი ამ გვემებით და ტირილით ფიქრობს სული რომ აგეთ მოვალ ამასთან დავრჩებიო და მე რჩება შენთან და მე შენ სადმე გადადიხარ საერთოდ და სამუდამოდ იქრჩება ის სული. ამიტომ აცადე სულს თავის გზის გავლა, გაიხსენე საუკეთესო მომენტები რაც გქონდა ყოველთვის, სიყვარული გაუგზავნე, მშვიდით ილოცე და ეს ყველაფერი წაადგება მასაც და შენც. და როდესაც გვემა და ტირილი მოგინდება, გაიხსენე რომ ის გიყურებს, რას უშვები შენ ამ გვემით და ტირილით მას, ამაზეც დაფიქრდი და საერთოდ დაფიქრდი იმაზე, ის ძვირფასი ადამიანი რომელიც გარდაიცვალა, ის გიყურებს შენ სულ და იამაყებდა თუ არა ის შენით და ისე იცხოვრე რომ მან იამაყოს შენით, რომ ღმერთმაც იამაყოს შენით, შენც იამაყოს შენი სულით და შენი თავით. ამიტომ მარტივ პასუხს გეტყვი, სიყვარულში იყავი და სიყვარული ყველა განზომილებაში არის სასარგებლო. ბნელი ემოცია არც ერთ განზომილებაში, არც ერთ მდგომარეობაში არ არის სასარგებლო. ამიტომ გესმე, როგორ უნდა მოიხსენიო სული. მშვიდი უნდა გქონდეს, მე ესე ვაკეთებ. უფალო მაღალო ღმერთო, სიყვარულის არსისა შენი, სამყაროს შემქმნელო, გულისხმობ მამა ღმერთს. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, სული წმინდა, ღვთის მშობელო მარიამ. წარმოვიდგენ კონკრეტული ადამიანის ვიზუალს, ვის ხსოვნასაც წარმოვთქვა. ხო, უფალო, გაუგზავნე მას მასწავლებლები, ფარველები, სრუნველები, გაუგზავნე მას უფალო შუქი, ენერგია იმისთვის რომ შენამდე მოვიდეს. გაუგზავნე ყველა მექანიზმი იმისთვის რომ შენ სახლში შევიდეს. აცხონე უფალო მისი სული. ამინ. შემდეგ შეგიძლიათ ორი სიტყვით, ბევრი ლაპარაკი გარდაცვლილთან არ შეიძლება. ორი სიტყვით უთხრა: ძვირფასო, ყველაფერი კარგად არის ჩემთან. მშვიდში იყავი შენ, ბალანსში იყავი, ყველაფერი კარგად არის ჩვენთან. მადლობა ყველაფრისთვის. უფალო, მადლობა ყველაფრისთვის. და 3-4 წამი ჩერდები, ჩუმდები, სიჩუმეში ხარ და მორჩა. დანარჩენი თქვენი ენითაც შეგიძლიათ დაამატოთ. მშვიდი იყოს თქვენში, დაგლოცოთ უფალმა, აცხოვნოს ყველას გარდაცვლილი სულები უფალმა, ნათელი სანთელი არ მოაკლოს მის სულს. დალოცვილი იყოს საქართველო, ქართველნი, უფალი გფარავდეთ ყველას, ჯანი ფარი არ მოგაკლდეთ. ამინ.